რა უნდა გაითვალისწინოს ხელოსანმა პირველის ყოვლისა ფილების დაგების დროს. ფილას არ აქვს მნიშვნელობა რა ფილა უნდა იყოს, გრანიტი თუ ჩვეულებრივი ქვის ფილები თუ ფაფინა იქნება. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ხაზების დასწორება, ხაზები არ იყოს აცდენილი, პლუს ჭრები, სვომები, როგორ განისაზღვრება, მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ნაკლები ჭრა გქონდეს და ნაკლები პატარა სვომები გქონდეს. პლუს ამას შენი დაგებული ფილას ფერს არ უნდა წამოკრავდე, ანუ არ უნდა იყოს გადასვლები ისეთი რომ შემდგომში მათ ექსპლუატაციის დროს იქ შეიქმნას ვინმეს მსგავსი ტიპის პრობლემები. ასევე მნიშვნელოვანი არის გასათვალისწინებელი არის, როდესაც შენ ფიქრობ რომ ხარ კარგი ხელოსანი და გინდა იყო კარგი ხელოსანი, შენ დაგებულ ფილაში აირი არ უნდა იყოს. ეს არის უპირველესი. ნებისმიერი ფილა უნდა შემოწმდეს ნებისმიერ ადგილას. ამ შემთხვევაში მეც მგონია ბევრი მსგავსი შეცდომა, მეც მგონია ბევრი მსგავსი სიტუაცია და გამომისწორები. ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორები ფილის დაგების დროს. ითვალისწინეთ აუცილებლად. სუფთად, აბსოლუტურად სუფთად უნდა იმუშაოთ. ფილის დაგების დასრულების შემდეგ ზედა არ უნდა ეთქობოდეს მას არც წებო ცემენტი, არც სხვა რამე, იმიტომ რომ შემდგომ როდესაც ფუგაზე იწყებს ადამიანის მუშაობას, მას უწევს ამის გასუფთავება, ამის ტანჯვა და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გააკეთებთ სხვა თქვენი გამხარი ხელოსანი ამ ფუგას, ტანჯვა არის მისი გასუფთავება, რომ იმუშავეთ სუფთად.